მოგესალმებით, თქვენ უყურებთ მაესტროს ახალ ამბებს. 9 საათზე სტუდიაში მაკა ცინცაძე განაგრძობს მუშაობას. რამდენიმე წუთში თქვენ ნახავთ. იგი უგულავესთან თანამშრომლობას და ვინ არა არჩევნების მეორე დღე და შეთავაზება ოპოზიციას. მე მზად ვარ თითოეულ მათგანს, ბუნებრივია მათი სურვილის შემთხვევაში შევხვდე ინდივიდუალურად და ველაპარაკო ყველა ამ საკითხებზე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თავისუფალ არჩევანს. ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნებისგან განსხვავებით მანდატებზე უარს არ იტყვის. სად გაგრძელდება ბრძოლა, საკრებულოში თუ ქუჩაში? უახლოეს ხანში დავიწყებთ კონსულტაციებს ჩვენს მეგობარ ოპოზიციურ პარტიებთან. რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ სეზარ სუბარმა ალიანსი დატოვა. ის 30 მაისის მოვლენებს ადრინდელზე უკეთ შეფუთულ გაყალბებულ არჩევნებად დაფასებს. მისი თქმით, ხელისუფლებამ ამომრჩეველი და მონაწილეები მოისყიდა და მსგავს პირობებში ბრძოლა აზრს კარგავს. რაც შეეხება არჩევნებთან დაკავშირებით ალიანსის პოზიციას, სუბარი არ უერთდება. გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ შეგახსენებთ, რომ სუბარი ალიანსის დღევანდელ შეკრებაზეც არ გამოჩენილა. 30 მაისის თბილისის მერის არჩევნების სრული წინასწარი შედეგები უკვე ამ დროისთვის ცნობილია. დათვლილია 774-ვე საარჩევნო უბნის მონაცემები, რომლის მიხედვითაც დედაქალაქის მოქმედ მერს გიგი უგულავას უფლებამოსილება 4 წლით უხანგრძლივდება. მმართველი პარტიის კანდიდატებს ხმა ამორჩევლის 55.23%-მა მისცა. შედეგის თანახმად მეორე პოზიციას იკავებს ალიანსი საქართველოსთვის კანდიდატი ირაკლი ალასანია, რომელმაც ხმათა 19.5% მოიპოვა. მესამე ადგილზეა გიორგი ჭანტურია, ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანება, მას ამომრჩეველთა 10.7%-მა დაუჭირა მხარი. 8.31%-ით მეოთხე ადგილზე გავიდა ეროვნული საბჭოს კანდიდატი ზვია ძიძიგური, რომელმაც 5.19%-ით ჩამორჩება თოფაძე მრეწველების კანდიდატი გოგი თოფაძე. რაც შეეხება მერობის სხვა კანდიდატებს, მათი ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა. თამაზ ვაშაძე, პოლიტიკური მოძრაობა სოლიდარობა 0.75%, ნიკა ივანიშვილი სახალხო დემოკრატები 0.51%, დავით იაკობიძე თორთლაძე დემოკრატიული პარტია 0.22%, გიორგი ლაღიძე პოლიტიკური პარტია მომავალი საქართველო 0.14%. თბილისის მერი მოსახლეობამ წელს პირველად აირჩია 30 მაისის არჩევნებისთვის საქართველოში სულ 73 ოლქი და 3693 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი. მათ შორის თბილისის მასშტაბით ამომრჩეველთა რაოდენობამ 3.504.770 შეადგინა. არჩევნებს 11.005 ადგილობრივი, 1872 საერთაშორისო დამკვირვებელი და 1735 მედიის წარმომადგენელი აკვირდებოდა. ამ დროისთვის ცესკოში იმყოფება ჩვენი ჟურნალისტი ხატია ქვათაძე. ხატია, მოგესალმები. რა მდგომარეობა ამ დროისთვის მან? მოგესალმები მაკა. როგორც უკვე იცით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ერთ-ერთი ბოლო შემაჯამებელი ბრიფინგი ამ დროისთვის უკვე დასრულებულია და დედაქალაქის მასშტაბით თბილისის მერის არჩევნებში 774-ვე უბანზე ხმები სრულად არის დათვლილი. გიგი უგულავა ლიდერობს, როგორც უკვე იცით, კანდიდატებს შორის, კონკრეტულად პროცენტული მაჩვენებლები კი ასე გადანაწილდა. ბატონი ირაკლი ალასანია 85.858 ხმა, გაჩიადგენს 19%. ბატონი გიორგი თოფაძე 23.405 ხმა, გაჩიადგენს 5.2%. ბატონი გიორგი უგულავა 248.907 ხმა, გაჩიადგენს 55.2%. ბატონი ზვია ძიძიგური 37.424 ხმა, გაჩიადგენს 8.3%. ბატონი გიორგი ჭანტურია 48.220 ხმა, 10.7%. რაც შეეხება პროპორციული სისტემით არჩევნებს, ამ შემთხვევაშიც მმართველი გუნდი ლიდერობს და კონკრეტულად პროცენტულ მაჩვენებლებს გაგაცნობთ. ნაციონალური მოძრაობა 51.93%, მეორე ადგილს იკავებს ალიანსი საქართველოსთვის 18.91%. გიორგი თარგამაძე, ინგა გრიგოლია, ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანება 11.52%, ეროვნული საბჭო 8.34%, თოფაძე მრეწველები 6.41%.
ესეთი პროცენტი. დანარჩენმა პოლიტიკურმა სუბიექტებმა კი 1% არის ბარიერიც ვერ გადარახეს. რაც შეეხება მაჟორიტარ კანდიდატებს ამ დროისთვის მხოლოდ იმის ხმა შეიძლება რომ რამდენიმე წუთში გაცხადდება დედაქალაქის მასშტაბით პირველი 3 კანდიდატის ვინაობა. დანარჩენებთან დაკავშირებით შეგვიძლია მხოლოდ ის ვთქვათ, რომ როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში ძირითადად ნაციონალური მოძრაობის კანდიდატები ლიდერობენ. ამ წუთებში ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მიმდინარეობს იმ დარღვევებისა და საჩივრების განხილვა, რაც ამ დრომდე მიიღო CESCOM. კონკრეტულად კი მხოლოდ იმაზე საუბრობს კომისიის თავმჯდომარე, რომ მნიშვნელოვანი დარღვევების საარჩევნების პროცესში ადგილი არ ქონია და მხოლოდ იყო ტექნიკური ხარვეზები და რამდენიმე უბანზე ბიულეტინები დაგვიანებით მივიდა. შეგახსენებთ, რომ კანონმდებლობის თანახმად CESCO ვალდებულია 23 ივნისს უკვე დაჯამებული შედეგები გამოაქვეყნოს. ამ დროისთვის ხმები სრულად უნდა იყოს დაცვლილი მთელი საქართველოს მასშტაბით და საბოლოო შედეგები CESCO-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოცხადდეს. დიდი მადლობა ხატია, მე შეგახსენებთ ეს გახლდათ ბოლო მონაცემები CESCO-დან ჩვენი ჟურნალისტი ხატია ქვათაძე საუბრობდა. ირაკლი ალასანია მისი კონკურენტის ამომრჩეველს უსურვებს, იმედები არ გაუცრუვდეთ. ამის შესახებ ალიანსი საქართველოსთვის ლიდერმა თავის მხარდამჭერებთან შეხვედრისას განაცხადა, რომელიც დღეს ახალი მემარჯვენეების ოფისში გაიმართა. მისი თქმით, თბილისელებმა საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთეს, თუმცა ალასანიას მიაჩნია, რომ 1 წლის წინ ალიანსის მიერ დაწყებული ბრძოლა ტყუილი არ არის. მან თავის მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ალიანსმა ახალი პოლიტიკური აზროვნების დამკვიდრება დაიწყო და რომ ეს გზა ქვეყანას დემოკრატიულ განვითარებამდე მიიყვანს. მისი შეფასებით არჩევნებში მიღებული შედეგები აჩვენებს, რომ ქართული საზოგადოება უშიშარია და ცვლილებებისთვის იბრძვის. რომ პატივს ვცემ ყველა იმ მოქალაქის თავისუფალს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თავისუფალ არჩევანს, ვინც მხარი დაუჭირა ჩემს ოპონენტს. ალიანსის ლიდერმა პირველი კომენტარი არჩევნების შედეგებზე ახალი მემარჯვენეების ოფისში მხარდამჭერებთან შეხვედრისას გააკეთა. თბილისში არჩევნები შედგა. ჯერ კიდევ გუშინ საღამოს ეგზიტ პოლების გამოცხადების შემდეგ ირაკლი ალასანია საკუთარ მხარდამჭერებს მობილიზაციისა და ხმების დაცვისკენ მოუწოდებდა. დღეს მან სცენიდან მადლობა გადაუხადა ალიანსის წევრ ყველა პარტიას, საკუთარ მხარდამჭერებსა და იმ ამომრჩეველს, ვინც არჩევნებში ხმად ცვლილებებს მისცა. ალასანია ამბობს, რომ არა კონკურენტთან, არამედ მის ადმინისტრაციულ რესურსთან უთანასწორო ბრძოლაში დამარცხდა. ვაგრძელებთ ბრძოლას, რომ საარჩევნო სისტემა იყოს დახვეწილი, საარჩევნო სისტემა იყოს ადეკვატური და რაც მთავარია, თავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინ გველოდება საპარლამენტო არჩევნების სახით. ისინი, ვინც ბრძოლას არჩევნების წაგების შემდეგაც აგრძელებენ, საკუთარ ლიდერს დარბაზიდან უსმენდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ ყველა მათგანი აღნიშნავდა, რომ უარყოფითი შედეგების მიუხედავად არსებული რეჟიმის ცვლილებისთვის ისევ ერთიანი სტრატეგიით იმოქმედებენ. ვიბრძოლებთ იმისათვის, რომ იმ ადამიანებს, რომელს მოვიდნენ და მხარი დაგვიჭირეს, მათი იმედები გავამართლოთ ბოლომდე. ვიბრძოლებთ იქ, სადაც ჩვენ ხალხმა მოგვანიცა თავისი მანდატი, ამას განვახორციელებთ, რა თქმა უნდა, საკრებულოში. ისეთი არადემოკრატიული სახელმწიფოს პირობებში, როგორიც საქართველოა, ოპოზიციას არ უნდა კონდეს იმის იმედი, რომ ის რაიმე რეალურ შედეგს დადებს და არც იმის, რომ ადამიანებს თავისუფალი არჩევანის საშუალება ექნებათ. შეხვედრაზე არ გამოჩენილა ალიანსის ერთ-ერთი სახე სოზარ სუბარი. სურა ბაბაშიძე განმარტავს, რომ დამღლელი საარჩევნო პროცესის გამო სუბარმა დასვენება გადაწყვიტა. ის ადამიანები კი, ვინც ალასანიას არჩევნებამდეც უპირობო მხარდაჭერას უცხადებდნენ და დაღლის მიუხედავად დღევანდელ შეკრებასაც შეუერთდნენ, საკუთარ რჩეულს დღეს სიმტკიცისკენ მოუწოდებდნენ. ღირსეულად გაიარა ეს გზა და როდესაც ხარ ნამდვილი მებრძოლი, დაბრკოლებებმა პირიქით უფრო მეტი გამარჯვების ჟინი უნდა აღძრას. კმაყოფილი იყო ირაკლი ალასანიას მეუღლე. ნათია ფანჯიკიძის თქმით, დამარცხების მიუხედავად, ირაკლი ალასანია საკუთარი იდეალების ერთგული დარჩა. ალიანსის ლიდერმა დარბაზი ოჯახთან და თანაპარტიელებთან ერთად იმ განწყობით დატოვა, რომ ბრძოლას არჩევნებში მიღებული თითოეული ხმის ინტერესების დასაცავად გააგრძელებს.